ქართული კულტურის, ქართული პროფესიული მუსიკის, ხალხური სიმღერების გალობის წარმოჩენა იტალიაში. დღეს რომში სანტა მარია მაჯორეს ტაძარში მისულ ადამიანებს ელით მუსიკის ნამდვილი დღესასწაული. ქართულ ჰანგებს თითოეული იტალიელისთვის და ქრისტიანული სამყაროსთვის უმნიშვნელოვანეს ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატის წინ და პაპი ფრანცისკეს აკლდამასთან პირველად საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი გააჟღერებს. ამით არ დაწყებულა და არ სრულდება იტალიური გასტროლები, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმართება. პანთეონში გორის ქალთა გუნდი იყო პირველი, ვინც ქართული მრავალხმიანობა იტალიას გააცნო. ეს ღონისძიებები უნიკალური შანსია ქართველი ხელოვანებისთვის. ჩვენი გენის ტრიუმფი რომში. ნახეთ ქეთევან ქარდავას სპეციალური რეპორტაჟი. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან რომის ღვთისმშობლის მთავარ და უძველეს ტაძარში მეხუთე საუკუნით დათარიღებულ კათოლიკური ეკლესიის უდიდესი ტიტულის მატარებელ პაპის ბაზილიკაში. სანტა მარია მაჯორე უნიკალურია ძველი და ახალი აღთქმის სცენების უამრავი მოზაიკით. ტაძარი გამორჩეულია ქრისტიანული სიძველეებით და უძვირფასესი რელიქვიებით. მთავარ საკურთხეველთანაა იმ ბაგის ნაშთი, სადაც ღვთისმშობელმა ახალშობილი იესო ჩააწვინა. უმნიშვნელოვანესი ხატები, რომლებიც პაპებს ეპიდემიის დროს გამოჰქონდათ. წმინდა მათეს ნაწილები. სანტა მარია მაჯორეშია დაკრძალული რომის პაპი, არქიტექტორი ჟან ლორენცო ბერნინი, ნაპოლეონ ბონაპარტეს და ღვთისმშობლის ხატის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის და მისი სიძლიერის გამო პაპმა ფრანცისკემ ეს ადგილი აირჩია სამუდამო განსასვენებლად. თითქმის 20 წლის წინ ვიყავით აქ პირველად და მართლა ვერაზოს ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ ამ ტაძარში შესვლა იყო რაღაც საოცარი სარწმუნოებრივი რელიგიური მოწიწების განცდა და თან როგორც ხელოვნების ნიმუშით აღტაცება. აქ არის სალუს პოპული რომანი, ღვთისმშობლის მთავარი ხატი, რომაელი ხალხის ხსნელით, გადმოცემის თანახმად ლუკა მახარებლის დახატულია და წერილია და ბეთლემის შობის სიწმინდეები და მთელი მსოფლიოდან ქრისტიანები ჩამოდიან, ეხლაც უზარმაზარი რიგია დილიდან და ვერაზოს ვიფიქრებით, რომ აქ ქართულ გალობას წარმოვადგენდით, ქართულ სიმღერას, ქართულ მუსიკას. სურვილები და ოცნებები ხდება. ამის დასტურია ის ისტორიული კონცერტი, რომელსაც დღეს სანტა მარია მაჯორეში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და მისი ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი გამართავენ. სიმბოლურია, რომ დღევანდელი საღამო ეძღვნება პაპი ფრანცისკეს ხსოვნას და გამოხატავს ორი სასულიერო ლიდერის, განსვენებული რომის პაპის და საქართველოს პატრიარქის ილია მეორის, საქრისტიანოს ორ ავტორიტეტს შორის მეგობრობას, რომის ეკლესიის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და იმ სიყვარულს, რომელსაც მუდამ ვზეიმობთ. კონცერტს პატრიარქის ave Maria დაასრულებს. ისო პაპ ფრანცისკესთან მოვდივართ და აქ შევასრულებთ იმ ave Marias, რომელიც მისი ლოცვა-კურთხევით საერთოდ პირველად შესრულდა სიქსის კაპელაში და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში და დღეს აი აქ ღვთისმშობლის მთავარ რომაულ ტაძარში პაპ ფრანცისკესთან დასწრებით ჩვენ შევასრულებთ ამ ave Marias. ჩვენ აქ წარმოვაჩენთ საქართველოს ქრისტიანობას, საქართველოს მართლმადიდებლობას, საქართველოს მუსიკას, საქართველოს კულტურას და ვცდილობთ აქაურ მსმენელს, აქაურ ადამიანებს ვაჩვენოთ, საიდან მოვდივართ. ესე მოხდა სიქსის კაპელაშიც, რომ ისე ორგანულად ჟღერს მიქელანჯელოსთან ქართული მუსიკა და დარწმუნებული ვარ დღეს საღამოსაც ასე იქნება დღესაც. გალობა სიყვარულისთვის, მოდით ასე დავარქვა. კი, ასე მე ესე ვფიქრობ და მუდამ ვცდილობ ამით ვიცხოვროთ და ესე შევასრულოთ ჩვენი მუსიკა. რამდენად ნერვიულობთ? ნერვიულობ ძალიან. იმიტომ რომ მინდა რომ რასაც ვცდილობ რეპეტიციებზე ის გამოვიდეს.
მუსიკა უნივერსალური ენაა და მუსიკით ნათქვამი უფრო ღრმაა. ასე ჯერად მუსიკოსებს და მისიით ჩამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს გუნდი ქალაქში, რომელსაც ხელოვნების აკვანს უწოდებენ. იმედის კვირა ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საეტაპო საღამომდე მათ რეპეტიციას დაესწრო. დღეს 14 ნაწარმოები შესრულდება. კონცერტს გახსნის შენ ხარ ვენახი, ქართული ჰიმნოგრაფიის შედევრი, მსმენელს ელის ქართული საგალობლები, პალესტრინას ავე მარია, კეჭაყმაძის, ყანჩელის და ბოლქვაძის ნაწარმოებები. მთავარი არის თუ ადამიანთა გულებს შეეხო, თუ ისინი მიხვდნენ ჩვენს სწრაფვას ემოციური სიღრმისკენ, რაღაც სულიერების სიმაღლისკენ, ტექნოლოგიური დახვეწილობისკენ, თუ მიხვდნენ, ესე იგი ჩვენ რაღაც გავაკეთეთ. თუ ბედნიერი ვიქნები ცხადია, თუ კი ადამიანებს გულებს შეუძრავთ, ადამიანის გულებში შევიტანთ იმ სათქმესაც კომპოზიტორებმა, რაცა მუსიკაშია ჩადებული. ეს გუნდი უდიდესი მნიშვნელობისა, იმიტომ რომ მსგავსი ჟღერადობა, მსგავსი ხელწერა, ხმოვანება მე საქართველოში კი არა, მსოფლიოს მასშტაბით ამ ტიპის ჟღერადობა და საშემსრულებლო ოსტატობა არ მსმენია. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს გუნდი ატარებს აი ამ სიყვარულს. ჩემი აზრით რაღაც კიდევ ერთი მისასვლელი გზა მოგვით რაღაც სიყვარულთან ღმერთთან. ეს გუნდი გამოირჩევა იმით კიდე მინდა ხაზი გაუსვა რომ ამ გუნდს შეუძლია სამი სხვადასხვა ვთქვათ მიმართულება ერთი და იგივე რაღაც მაღალ დონეზე შეასრულოს. წეგრ როგორც ვახსენე, ეს არის ხალხური სიმღერა, ტრადიციული საეკლესიო გალობა და ქართული პროფესიული მუსიკა. ეს იშვიათობაა, ესეთი კოლექტივები და მე საქებრად არ ვარ, უბრალოდ ჩვენი კონცერტი ძალიან მრავალფეროვანი იქნება და რა თქმა უნდა ემოციურია. ემოციური იყო ის კონცერტი, რომელიც უკვე შედგა იტალიაში. რომი ამ კვირაში ქართულმა მუსიკამ თავისებურად გაამდიდრა. ანტიკურ ეპოქაში ღმერთებისადმი მიძღვნილ ნაგებობას, რომელიც მარმარილოს 16 წელს ეყრდნობა, ყველა ღმერთის ტაძარს უწოდებდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 27 წელსაა აშენებული. პანთეონი დღევანდელი სახით 128 წელს აღადგინეს. დღეს კათოლიკური ეკლესიის წმინდა მარიამისა და მოწამეთა სახელობის ტაძარია. მას რელიგიური, კულტურული, არქიტექტურული, ისტორიული დატვირთვა აქვს. პანთეონში განისვენებს მხატვარი ჯოვანი და უდინე. წმინდანად შერაცხული რაფაელ სანტი. აქ ყველაზე კარგად იგრძნობა მისტიკა. პანთეონში მსმენელის წინაშე 21 ნოემბერს გორის ქალთა გუნდი წარსდგა. თეონა ცირამოა მის გუნდთან ერთად 1 საათის განმავლობაში სრულად მოიცვა სტუმრების გული და გონება. დამსწრე საზოგადოება შეძრა ქართველი მუსიკოსების პროფესიონალიზმმა. ეს არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი კულტურა. მადლობა ყველას. Thank you very much for coming. God save Georgia, God save Italy. იყო ძალიან ბევრი ტაში, ცრემლიანი თვალები და ხანგრძლივ აპლოდისმენტებს მოჰყვა მადლობა. ის რაც გორის ქალთა გუნდმა ობიექტურად დაიმსახურა საქართველოს წარმოჩენისთვის. ეს არის საქართველოს საქმე. ამას ვემსახურებით, რომ კულტურა გავიტანოთ იქ, სადაც არ წარმოგვედგინა, რომ მოვასმენინოთ ბევრ ადამიანს, მივიტანოთ მათ გულებამდე. ეს არის ჩვენი საქმე, რომელსაც აკეთებენ ქართველი ხელოვანები. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ამ საოცარ შემოქმედებას ხელი შევუწყოთ. ამას ნამდვილად ვფიქრობ, რომ ღირსეულად ვაკეთებთ და დღეს იყო საოცარი დღე, როდესაც მართლა პანთეონში არ წარმომედგინა თუ როდესმე ვატიკანის იუბილეზე გორის ქალთა გუნდი პანთეონში შეასრულებდა ესეთ პროგრამას და ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა, რომელსაც ყველა მსგავს შესაძლებლობას ყოველთვის გამოვიყენებთ. ეს არის ჩვენი
პირდაპირი მოვალეობა, რომ კულტურა საერთოდ თარგმანი. კულტურა პირდაპირი გზაა გულამდე, ევროპამდე, მსოფლიომდე, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი და მე ვფიქრობ, რომ მომღერლებმა დღეს აჩვენეს საგალობლებით უძველესი და უნიკალური ქართული კულტურა. ქართული კულტურა ყველაზე მყარი ხიდია ევროპასთან და ხელოვანი კი ელჩია. ასე აღიქვამენ რომში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი გმირების საკუთარ ამოცანას, რის შესასრულებლადაც მზად არიან და ეს არაერთხელ დაამტკიცეს მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენით. არ ვიცი, ეს უხილავი ძაფები, რაც ჩვენ შორის გაიბა, ეს არის მთავარი კონცერტის დროს. მე პირადად ამას ზურგის კუნთებით გრძნობ ხოლმე და იყო აბსოლუტურად უწყვეტი კავშირი რა, პაუზის დროსაც კი, რა თქმა უნდა და მე პირადად როგორც გუნდის ხელმძღვანელი და როგორც მუსიკოსი და როგორც ადამიანი ვარ ძალიან ბედნიერი ამ დღით და გუნდის წევრებსაც, ჩემი გუნდის წევრებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რომ აი ესე ერთ მუშტად შეკრულები ვიყავით სულ ყველა. არაჩვეულებრივი იყო. ამოსუნ თქვის შესაძლებლობა არ გქონდა. მთელი კონცერტის მანძილზე. მადლობა საქართველოს. ეს საღამო არასოდეს დაგვავიწყდება. დღეს იტალიის მეფეებმა იგრძნეს ქართული ერის სიდიადე, ჩვენი ხელოვნების აპოგეა, ჩემი აზრით. ზეიმი, რომელიც ამ კვირაში დაიწყო, რომის შემდეგ ფლორენციაში გაგრძელდება, სადაც საპატრიარქოს გუნდი ქართული გალობით კიდევ ერთხელ იტყვის საკუთარ სათქმელს.